ბათუმის დრამატულმა თეატრმა ამჯერად ახალი სპექტაკლი პატარა მაყურებლებისათვის დადგა. პირველი საპრემიერო ჩვენება დღეს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართა. მაწანწალას ზღაპარი ასე ქვია სპექტაკლს, რომელიც დასმა დავით მაცხონაშვილის რეჟისორობით დაამუშავა. სპექტაკლი არელ ჩაპეკის და ლუბომირ ფელდეკის მოთხრობების მიხედვით დაიდგა. იგი პატარა მაყურებელს მოხეტიალე კაცის თავგადასავალს მოუთხრობს, რომელსაც ფულით სავსე ჩემოდის ქურდობაში სცემენ ბრალს. სპექტაკლში გამოყენებულია სკოტ ჯოპლინის მუსიკა, ტერენტი გრანელის და ტარიელ ჭანდურიას ლექსები. საპრემიერო ჩვენება მხოლოდ დღეს გაიმართა, განმეორებით მისი ხილვამსურველებს მხოლოდ ბათუმის დრამატული თეატრის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ შეეძლებათ. სპექტაკლის მომზადება ძალიან ექსტრემალურ სიტუაციებში მოხდა, ამდენადაც თეატრი რემონტზე გადავიდა, სარემონტო სამუშაოები იწყება თეატრში. ამდენად ჩვენ მოგვიწია სხვა სცენაზე აკრიბა სპექტაკლის. ვერთამაშობ მოსამართლეს, რომლის თავზე ძალიან ბევრი და ასე ვთქვათ დიდი ცისქვილის ბორბალი დატრიალდება, უცნაურ ქვეყნებში ხდება და საბოლოოდ თავდება კეთილი დასასრულით. ის მათხოვარი, რომელიც ასე ვთქვათ, მათხოვარს რომელსაც ბრალდება ჩემოდნის მოპარვა, უცნობი მანდილოსანისა გამართლებული იქნება. მე ძალიან მომეწონა ეს სპექტაკლი და ყველაზე მეტად მომეწონა ანა. ანა რომელი პერსონაჟია და რატომ მოგეწონა? ანა არის ავად გახდა. მაწანწალაც კი ტყუილ უბრალოს შინდნენ, არაფერი არ გაუკეთებია, მაგრამ ისე იმ ქალის ბრალია, ფული რომ დაუტოვა და მერე ისევ დააკავეს.